მე-19 საუკუნის თბილისში შთამბეჭდავი იყო ეგრეთ წოდებული კონკას, პირველი საცხენო სნურკინი გზის გამოჩენა. შემდეგ ტექნოლოგიურ საოცრებას უწოდებდნენ ტრამვაის და ავტომობილს. იგივე განცდა ჰქონდათ ადამიანებს, როდესაც პირველად დედაქალაქში მეტრო გამოჩნდა. ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის სამსახველი კადრები პირველი არხის არქივმა შემოინახა. თბილისის მეტროპოლიტენის გახსნამდე ერთი დღით ადრე მიწისქვეშა ქალაქის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ცნობილი ქართველი მსახიობის სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე აწვდიდა. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ტელევიზია აჩვენებს გადაცემას მიწისქვეშა სასახლიდან. რუსთაველის სადგურიდან მეტროს პირველი მემანქანე და გამცილებლები საუბრობენ. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი მგზავრი კი მსახიობი ვასო გოძიაშვილი იყო. ჩემო კოტეჯან, აი რო იტყვენ მეორედ მოსვლაო, სწორედ ამას ანიშნავს. ის რაც მე დღეს განვიცადე, რაც მე დღეს ვნახე, ეს პირდაპირ უთქმელი ამბავია. მეტროპოლიტენის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. ლენტის საზეიმოდ ვასილ მჟავანაძემ გაჭრა. პირველი საცდელი გასვლისას ვაგონს მემანქანე ნოელ აცაბიძე მართავდა. მაშინ გადაადგილებას მხოლოდ 6 სადგურზე შეძლებდით. დიდუბის ელექტროდეპოს, ოქტომბრის ანუ დღევანდელი ნაძალადევის, ვაგზლის, მარჯანიშვილის და რუსთაველის სადგურებზე. საზოგადოება ვაგონის დაძვრას დაშით შეეგება. იმდენად დიდი იყო ინტერესი გახსნის დღეს მეტროში ჩასვლა, მხოლოდ იმ ადამიანებმა შეძლეს, რომლებიც ადგილზე დილით მივიდნენ. მეტროს შესასვლელთან მდგარი დაგვიანებული ასობით სტუმარი კი ამაოდელოდა პირველი ნაკადის ზემოთ ამოსვლას და მიწისქვეშა ქალაქის ნახვას. თბილისში მეტროს მშენებლობის იდეა კანდიდ ჩარგვიანს ეკუთვნის. საქართველოს ცეკას მდივანმა თავდაპირველად ინიციატივით მოსკოვს მიმართა, თუმცა უარი მიიღო. მეტროპოლიტენს მხოლოდ იმ ქალაქებში აშენებდნენ, რომლის მოსახლეობა სულ მცირე მილიონ ადამიანს შეადგენდა. თბილისში კი მაშინ დაახლოებით 600,000 ადამიანი ცხოვრობდა. კანდიდ ჩარგვიანმა საკითხის გადაჭრა ლავრენტი ბერიას გვერდისავლით, პირდაპირ სტალინთან სცადა და მიზანს მიაღწია კიდეც. 1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა. ეს საქართველოში იმ დროის ყველაზე მასშტაბური და რთულად შესასრულებელი პროექტი იყო. სპეციალისტებს გაჰყავდათ 1000-ობით მეტრის სიგრძის გვირაბები. გამკლავება უწევდათ წყალთან, პერიოდულად კეტავდნენ მტკვრის კალაპოტს. შესაძლო არ იცოდეთ, რომ მარჯანიშვილის სადგურის ადგილას თავდაპირველად თავშესაფარი იყო მოწყობილი, რომელსაც 3 მეტრიანი სისქის რკინა ბეტონი ფარავდა. მის ქვეშ მოქცეული თავშესაფარი ყველა საჭირო პუნქტით იყო აღჭურვილი. მეტროს მშენებლობაში ყველაზე რთული ობიექტი თავისუფლების მაშინდელი ლენინის სადგური აღმოჩნდა. სპეციალისტებს მცურავ ქანებში გვირაბის გაყვანა ეგრეთ წოდებული გაყინვის მეთოდით მოუწიათ. ყველაზე ღრმა რუსთაველის სადგურია, რომელიც 100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. 21 საუკუნეში მეტროს არსებობა ქვეყანაში აღარავის უყვარს. თუმცა მეტროპოლიტენის დაარსებიდან 53 წლის შემდეგ საცობების ქალაქში გადატვირთულ თბილისში მეტრო დღესაც ყველაზე სწრაფი და მოთხოვნადი ტრანსპორტია.